ქართული სივრცე კანში, კანის კინოფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კინობაზრობაზე საქართველოს წელსაც არის წარმოდგენილი. მოწყობილია ქართული პავილიონი, სადაც კინოცენტრის წარმომადგენლები და ქართველი რეჟისორები სტუმრებს საკუთარ ქვეყანას და კინოპროდუქციას აცნობენ. ასევე იმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებლებთან სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად. მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ინფორმაციას აწვდიან იმ უპირატესობების შესახებ, რასაც პროგრამა გადაიღეს საქართველოში ითვალისწინებს. პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდში საქართველოში უკვე მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერი არაერთი ფილმია გადაღებული. თამარ ჯალაღონიას და კაკო გურგენიშვილის რეპორტაჟი კანიდან. კანის ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი კინობაზრობას უჭირავს, რომელშიც წელს უკვე მე-18 საქართველო მონაწილეობს. 90 ქვეყანას შორის აქ ქართული დროშაც ფრინველებს. კანის კინობაზრობა ეს არის კინოსფეროს წარმომადგენლების შეკრების ყველაზე ფართო ადგილი, რომელიც ყოველწლიურად 140 ქვეყნიდან 15,000-ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის პროდიუსერებს, დისტრიბუტორებს, ფესტივალის წარმომადგენლებსა და კინოინსტიტუციებს აერთიანებს. კინობაზრობაზე საქართველოს კინოცენტრის დელეგაცია რეჟისორებთან და პროდიუსერებთან ერთად იმყოფება. მიმდინარეობს შეხვედრები ბაზრობაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. დღეს პირველი შეხვედრა ევრიმაჟის წარმომადგენლებთან გამართეს, რომლის წევრიც საქართველო 2011 წლიდანაა. საუბარი შედგა საქართველოსთან თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ევრიმაჟის წარმომადგენლობასთან, როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია, ამავდროულად არის შინაარსობრივი ცვლილებები იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსების სქემები კინოწარმოებისთვის და კინოპროექტებისთვის ბევრად უფრო მორგებული იყოს სფეროს საჭიროებებზე. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დილიდან შეხვედრები გაიმართა 3 ქვეყნის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან. კინოცენტრის დელეგაცია შეხვდა იაპონიის, სინგაპურისა და IEF-ის კინომწარმოებლებს. IEF-ი, ანუ ევროპული კინოს პრომოუშენი, ეს არის საერთაშორისო ქსელი, რომელშიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებია გაწევრიანებული. კარგი საუბარი გქონდა, მივიღეთ მოწვევა სტამბულში ივნისის ბოლოს, მათ ექნებათ დირექტორთა საბჭოს, ასე ვთქვათ, შეკრება და იქ ვიქნებით მიწვეული ქართული ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები. განვიხილეთ რაღაც თემები, რომლებიც საკმაოდ ისე წარმატებულად. ამის გარდა ასევე მინდა გამოვყო სულ ახლახანს შევხვდით ევროპული ფილმის პრომოუშენის წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე დირექტორთა მმართველთა საბჭოს ირჩევენ 20 მაისს. იქაც მიწვეულები ვართ, ხმის უფლებით. ქართული პავილიონი ეროვნულ კინოცენტრთან ერთად სააგენტომ აწარმოეს საქართველოში წარადგინა. სააგენტო პროგრამას გადაიღეს საქართველოში 2016 წლიდან ახორციელებს და კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ როგორც ფილმები, ასევე სხვა სახის აუდიოვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-დან 25%-მდე უკან დაიბრუნან. აღნიშნული პლატფორმა საშუალებას აძლევს ასევე გადაიღეს საქართველოში პროგრამას, რომ მოიზიდოს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პროდიუსერები და დააინტერესოს ისინი საქართველოში გადაღებებით, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ პროგრამა დავაინიცირეთ 2016 წელს და დღემდე უკვე გვაქვს ჩვენს პორტფელში 57 საერთაშორისო პროექტი. კანის 78 ფესტივალის კინობაზრობა 22 მაისს დაიხურება. მანამ კი შეხვედრები და საუბრები კვლავ იგეგმება სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებლებთან. პარალელურად კი ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებთან.